სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არსმეთ. დღეს სახარებიდან წავიკითხეთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი, როდესაც ფერისვალების შემდეგ, ფერისვალების მთიდან, თაბორის მთიდან იესო ბრუნდება მოწაფეებთან ერთად და დახვდება ჩოჩქოლი, დახვდება ხალხმრავლობა და რომ გაარკვევენ რა შეა საქმე, ამოჩნდება რომ ბავშვი არის ეშმაკეული, მთვარეული და მამამ თხოვა მოციქულებს რომ განესხათ ეშმაკი მისგან და მოციქულებმა ეს ვერ შეძლეს. ვერ შეძლეს მიუხედავად იმისა, რომ იესო მათ მიანიჭა ამისი უფლება და მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გაუკეთებიათ მანამდე უკვე ეს, რომ ეშმაკი განესხათ ადამიანისაგან. და როდესაც იესო მოვიდა, ბავშვის მამა მივიდა იესოსთან და უთხრა, ესე რომ ვთქვათ, მოკლედ, რომ იქნებ შენ მაინც თუ შეგიძლია, შენ მაინც გამოაცხა ეს ეშმაკი და იესომ კი უთხრა ამისათვის საჭიროა რომ შენ გწამდეს. და მამამ უთხრა ესეთი სიტყვები, წამს უფალო შემეწიე ურწმუნოებასაც ჩემს, ანუ არ წამს საკმარისად, მაგრამ შენ დამეხმარე რომ წამდეს. და მაშინ იესომ განასხა ამ ბავშვისგან ეშმაკი, ესე იგი ბავშვმა დიდი ხმა ამოუშვა, ტარებით დავარდა, ყველას ეგონა რომ მოკტა, მაგრამ შემდეგ იესომ ხელი გაუშვირა და წამოაყენა. და ამის შემდეგ, როდესაც იესო განმარტოვდა თავის მოწაფეებთან და სახლში რომ შევიდნენ, მოწაფეებმა კითხეს, რომ ჩვენ რატო ვერ შევძელით ამისი განსხმა ამ ეშმაკის და იესომ უთხრა, ნათესავი ესე ბოროტი განმოწ გარდა ხოლო ლოცვითა და მარხვით. ეხლა მე ძალიან მოკლედ მოგიწევით შინაარს. და სახარების ამ ადგილზე ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება სხვადასხვა კუთხით, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში თვითონ მათე მახარებელი აკეთებს აქცენტს აი სწორედ აი ამ ბოლო საუბარზე. როდესაც მოციქულებმა კითხეს, ჩვენ რატო ვერ შევძელით განსხმა ამ ეშმაკის. და ეს თავარი იესოს პასუხი, რომ ნათესავი ესე ბოროტი განმოწ გარდა ლოცვითა და მარხვით. აი ამ სიტყვებზე მინდა მე გავამახვილო მეც ყურადღება და მოგახსენოთ, რა არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი. რა არ მარხულობდნენ და არ მოცულობდნენ ეს მოციქულები თუ რატო ვერ თავარი შეკითხვა მაინც მართლა ის არის, რომ რატო ვერ განასხეს მოციქულებმა და რატო იესომ განასხა ეს ეშმაკი. რატო გახდა ეს საჭირო. მინდა გითხრათ, რომ შეიძლება ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, ასეთნაირად, რომ იესოს ეს სიტყვები ეთქვა. რომ ნათესავი ბოროტი განმოწ გარდა ხოლო ლოცვითა და მარხვით. ჩვენ სახარების ამ ადგილზე ადრეც გვისაუბრია და როგორც მოგახსენეთ, ბევრი სხვადასხვა კომენტარი გაკეთება შეიძლება, მაგრამ აი რას ნიშნავს ეს სიტყვები? გარდა ხოლო ლოცვითა და მარხვით. საქმე ის არის, რომ რა თქმა უნდა მოციქულები მარხულობდნენ, რა თქმა უნდა აქ კონკრეტულ ამბავზეც არ არის საქმე. რა თქმა უნდა მოციქულებს შეეძლოთ ამ ეშმაკის განსხმა, მაგრამ ეს არის სწავლება ძალიან ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური სწავლება სახარებაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ იესო მიანიჭა მოციქულებს ეს მადლი ეშმაკთა განსხმის, მათ ეს უფლება ვერ გამოიყენეს. ვერ გამოიყენეს, იმიტომ რომ იმისათვის რომ აი აქ ნახეთ ეს არის ძალიან მარხვა რა თქმა უნდა, მარხვას და ლოცვას მოციქულები ასრულებდნენ, მაგრამ აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ იმისათვის რომ შენ გამოიყენოთ ისგან ბოძებული უფლება, პრივილეგია, ეს უნარი ეშმაკთა ბრძოლის, ამისათვის შენ უნდა განსაკუთრებული შენი მხრიდან შრომა გასწიო. და მთავარი შრომა ეს არის მარხვა და ლოცვა. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მარხვის დროს ყოველდღიურა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულისძენ მარიამობის მარხვაში გვახსენებს კიდევ ერთხელ ქრისტეს ეკლესია ჩვენ ამას. მარხვა და ლოცვა, ორივე მარხვა და ლოცვა ერთად არის უმთავრესი პირობა იმისა, რომ ქრისტიანს შეეძლოს ღვთის ნების გატარება საკუთარ თავში. აუცილებლად აქ ლაპარაკია უპირველეს ყოვლისა პირად მარხვაზე და პირად ლოცვაზე. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ეშმაკები ვერ გავასხათ და თილწად ამას ვერ ვახერხებთ, მიუხედავად ამისა და კიდევ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მარხვა ძალიან
სუსტია, ლოცვაც ძალიან სუსტია. მიუხედავად ამისა, აი ძალა მარხვისა და ლოცვის სწორედ ამაში, რომ არ უნდა მივატოვოთ მარხვა და ლოცვა. და უნდა გავაძლიეროთ, სულ იმაზე უნდა ფიქრობდეთ. რა დავამატოთ, როგორ უფრო მკაცრად ვიმარხულოთ, რა თქმა უნდა, მოძღვრის ლოცვა გულისხმობთ. და ლოცვები, პირად ლოცვებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. და ნახეთ, დასკვნა როგორია დღევანდელი სახარება. რომ თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ეშმაკების განსხმას, ამას არ აუშვებს. თავარია ჩვენში არ შემოვიდეს ეშმაკი. ის შემოდის, ის ყოველთვის შემოდის ადამიანში სხვადასხვა სახით. და ის ვინც პატიოსნად ერთგულად ასრულებს აი ამ კანონს მარხვისა და ლოცვის, ის არის დაცული. შეიძლება ადამიანში შემოვიდეს ეშმაკი და ეს ვერ შეამჩნიოს ადამიანმა, დიდხანს იყოს ესე ჩასაფრებული და ბოლოს რაღაც დროს იჩინოს თავი. ამიტომ ჩვენი შრომა ეს არის მარხვა და ლოცვა. აი ამის შესახებ არის სახარების დღევანდელი ადგილი. რომ ნათესავი ესე ბოროტი განვალს განახოლო მარხვისა და ლოცვის. ვერაფრით ვერ გავასვანაებთ. და თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენში არ ბუდობდეს ეშმაკი კი არა, ეშმაკები უამრავი სხვადასხვანაირი. თუ ჩვენ გვინდა რომ დაცული ვიყოთ, აი ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენს პირად მარხვას და პირად ლოცვას. აი ეს არის სახარების ამ ადგილის ერთ-ერთი განმარტება, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, ძალიან ფართო სპექტრის მქონე არის ეს, რაც მოხდა ფერისვალების მთიდან იესოს და მისი მოწაფეების ჩამოსვლის შემდეგ. ჩვენთან არს ღმერთი.